არის მოტივირებული. ექსტრემალური ამინდის სიხშირე მილიონობით ამერიკელის ცხოვრება შეცვალა. ობამას ადმინისტრაცია თვლის, რომ კლიმატურ ცვლილებებს მეტი ყურადღება სჭირდება. ამერიკის მთავრობის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებული ანგარიში საგანგაშოა. თეთრი სახლის პრეს-სპიკერ ჯეი კარნის თქმით, შედეგების შორეული მომავლის პერსპექტივა აღარ არის. ეს უკვე ხდება და ეს არის ის, რაც ანგარიშს უდევს საფუძვლად. ფედერალური კვლევა ადასტურებს, რომ ქრონიკული წყალდიდობების, ზღვის დონის მერყეობის, გვალვების თუ მასშტაბური ხანძრების განმეორებადობა საგანგაშოა და კვების პროდუქტების წარმოების შემცირებასაც იწვევს. ობამას ადმინისტრაციის აზრით, ანგარიშს საკმარისი სამეცნიერო ფუნდამენტი აქვს იმისთვის, რომ კლიმატური ცვლილებების რეალურობა დაადასტუროს. თუმცა ამერიკული საზოგადოების ნაწილი ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს. ისინი აცხადებენ, რომ კლიმატური ცვლილებების უშუალოდ ადამიანის საქმიანობასთან, მათ შორის წიაღისეული საწვავის წვასთან დაკავშირებისთვის საკმარისი მონაცემთა ბაზა არ არსებობს. ანალიტიკოსი ბენჯამინ ზაიკერი ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტიდან თვლის, რომ ანგარიში პოლიტიკურად მოტივირებულია. ცოტა ძნელია ხალხი აპოკალიფტურ პროგნოზებში დაარწმუნო, როცა ამ მიმართულებაზე დაკვირვების საკმარისი გამოცდილება უბრალოდ არ არსებობს. მთავრობის ანგარიშის გამოქვეყნება სენატში ენერგიის დაზოგვის კანონმდებლობის განხილვას ემთხვევა, რაც დებატების განახლებას წინააღმდეგობებით სავსე კეისტოუნის მილსადენზეც გამოიწვევს. პროექტს ნავთობის ლობები უჭერენ მხარს. მათი მთავარი ოპონენტები კი გარემოს დამცველები არიან. მაია ქვარცხავა, ამერიკის